დაგულოცეთ მამაო. გლოსავთ, გაიხარეთ, გაძლიერდით. როგორც ადრე ვიწერდით ხოლმე და ადრე ქონდა საუბრები, იმ სტილში შეიძლება გავაკეთოთ კვლავ, გავაგრძელოთ ჩვენი შეხვედრები. რამდენად ნაყოფიერი იყო, არ ვიცი, ალბათ საკმაოდ ბევრი უყურებდა, ბევრი ადამიანი იმას გამოთქვამ, რომ ესეთი საკითხები იყო განხილული, ოკულტიზმი, ეზოთერიზმი, ფილოსოფია, ტრანსცენდენტალიზმი, რელიგიური, ვთქვათ, შედარებითი ანალიზი რელიგიებისა, იყო განხილული ამრავი საჭიროებო ონტოლოგიური და გნოსეოლოგიური საკითხები. მაგრამ თავარი ისაა, რომ ჩვენ უბრალოდ ესეთი პერიოდულად პაუზის შემდეგ კვლავ სურვილი გაგვიჩნდა, რომ რეალს და რაც გაგიჩნდათ რა სურვილი, მეც სურვილი გამიჩნდა, თანასურვილი სტიმული მომეცა იმისა, რომ კვლავ ესეთი გავაკეთოთ შეხვედრები, გადაგება შეხვედრები ასე ვთქვათ. პრინციპში კითხვები უნდა დასმული იქნეს და სწორად უნდა იქნეს დასმული. კითხვებს რა გამოლებს, საქადაგებელს რა გამოლებს, ხო? ვთქვათ ჩვენ და ის ვფიქროთ, რომ იმდენი მასალა საქადაგებელი და გასარჩევი და გასაანალიზებელი და იმდენი რამეა ჩვენი ცხოვრებაში ფუნდამენტალურ კითხვებზე პასუხი გასაცემი, რომ ალბათ რავით, დღე და ღამე ვიფიქროთ, კიდე ის დროც არ გვეყოფა. მაგრამ უნდა უფრო ვილოცოთ, ხო? იმიტომ რომ ლოცვის დროს ეს პასუხები მოდის, მოგვეცემა. რამა თუ იმ ფორმით, ხა ყველა ადამიანს თავის გონებასა და გულში განწმენდილ გონებას და გულს გულისხმობ, ხო? მოეცემა ეს პასუხები. იმიტომ რომ პასუხები თუ არ მოგეცას და ფუნდამენტალური ამომწურავი პასუხები, ისე კი არა, ნახევრად პასუხი არ არის პასუხი. სწორად და მართლად დასმულ კითხვას ყოველთვის ვამბობ ხოლმე, აქვს მართალი და სწორი პასუხი, იმიტომ რომ ის თავის თავში უკვე შეიცავს გარკვეულად პასუხს პოტენციალურად ატარებს მასში. ასევე მოსვენებას ვერ პოვებს ადამიანის, სიმშვიდეს ვერ პოვებს. თუ ქრისტესთან არ მივიდა ახლოს და ქრისტეს ხატებას არ ჩახედა თვალებში და არ მიიღო პასუხი თავისი ჯვარტვირთულობის შესახებ, თავისი ცხოვრების აზრისის შესახებ, სოფხედელობითი პასუხები, სოფშეგრძნებითი პასუხები და ასე შემდეგ. აბა როგორ მოისვენებს? დღე და ღამე მოსვენებას ვერ პოვებს. დღეს და განსაკუთრებით ღამეც. რატო? რომ სულ ადამიანს აწუხებს ეს ღამე, ზოგს უძილობა აქვს, ეს თუ რაღაც ისეთი კითხვები წარმოიშვება, ძირითადი კითხვები, რომლებზედაც სანამ პასუხს ვერ მიიღებ, აი ფუნდამენტალურ სიმშვიდეს ვერ პოვებს, რაღაცა მაინც უშლის ხელს. ყველა ადამიანში, აი როგორც ამბობს თეთრიერი, ყველა ადამიანის სული ქრისტიანი, ყველა ადამიანის სულს ეს ფუნდამენტალური ქრისტიანული საკითხები აწუხებს, რომ გაეცეს პასუხი, სწორ ადგილას დაადგეს, უკეთესი გახდეს, რაც არ უნდა ცუდი იყოს, ადამიანს მაინც შიგნით სადღაც ხატებამს გავსება მიცემულობაში აქვს ის სურვილი, რომ უკეთესი გახდეს. ვის უნდა რომ უარესი გახდეს? ხოლო უარესი კიდე თად უარესი. უკეთესი გახდეს, ცუდი კარგი გახდეს, კარგი უკეთესი და ასე შემდეგ. აი ეს სურვილი როდღაც არსებობს, ამის გამო ჩვენ სულ ვეკითხებით ჩვენ ვარ, ჩვენ თავს ვინ ვარ ჩვენ? რა ხარ შენ ადამიანო, ქრისტიანულ კონტექსტში ამის პასუხი გვინდა გავიგოთ. ქრისტეში შევიცნოთ ჩვენი თავი. რა ხარ შენ? რისთვის ხარ მოსული ამ ქვეყანაზე? რისთვის გაგაჩინა ღმერთმა არაყოფიერიდან ყოფიერში, რისთვის მოგიყვარა, ხო? ბუნებრივია ესეთი კითხვა და გვებადება ყველას. რაც არ უნდა მორწმუნა ვიყოთ, მაინც სულ ეს კითხვა ტრიალებს, მუშაობს, წითელ ხაზად გაზდებს ჩვენს ცხოვრებას. ამის მერე უკვე ადამიანი ცოტა თანდათანობით უკვე გაღვიძების პროცესს ექვემდებარება, იღვიძებს თანდათანობით. აი ესეთი კითხვა რო ებადება უკვე, აი რა არის ჩემი ჯვარფირთულობა? რისთვის ვარ, ვინ ვარ მე? ღვთის წინაშე რა არის ჩემი მისია? რატომ გამოჩინა ღმერთმა? რა უნდა ვაკეთო? რა არის ჩემი ესე ვთქვათ ჯვარფირთულობა, ჯვარი, ჩემი ჯვარი, ხომ აღიქე შენი ჯვარი, უარყავ შენი თავი. ამდენჯერ მიხადაგე ამის შესახებ და შეომიდეგინ მეო ქრისტიანობას. აი ამიტომ ამ კითხვის პასუხი გვინდა და გვაქვს პასუხები ამაზე. ეს უპასუხოდ არც ერთ კითხვა არა. უფალს ყველა კითხვაზე პასუხი აქვს. ჯერ წმინდა წერილში, წმინდა გარდამოცემაში და რა თქმა უნდა პირად ჩვენს ჯვართვირთულობის პროცესში მოგვეცემა. თუ ბილიკს არ ტკეპნით, თუ არ მიდიხარ, არ იტკეპნება ეს ბილიკიც. თუ ამ პროცესში არ ხარ შემეცნების და თუ არ გაანძრიხ ხელფეხი ისე და წყალში არ შეხვედი, ცურვას ვერ ისწავლი. თუ შენ არ მოინდომე და არ დაცემებისა და ესე ვთქვათ ადგომების, წამოდგომების შესწორებისა და მათი გამოსწორების ფონზე, ხილული თუ უხილავი ბრძოლების ფონზე და ასე შემდეგ ფონზე
თუ ეს ყველაფერი არ გაიარე, ესე კაბინეტში ჯდომით და ესე ვთქვათ, მხოლოდ რაღაც აპრიორულად ვერ მიიღებ, ხო, გამოცდილების გარეშე. დაუსწრებელი მსმენელი ვერ იქნება შენ ცხოვრებისა. შენ ცხოვრება ვინ იცხოვრა? ამდენი წლის ვარ ვიზახი ზოგი და ამდენი წლის ვარ და ესეთი ვინ იცხოვრა მე იცლები? ვისი ნაცხოვრებია იცლები? თუ არ არის სწორად ნაცხოვრები, გამოვასწოროთ შესწავლების გასწავლება, აღსარები, ზიარები. თუ სწორად დამართლად არის, ძალიან კარგი. თუ ნაწილი სწორად არის, რა თქმა უნდა, ყოველთვის ნაწილი არასწორად, ის რაც კარგია ამოვიღოთ და უკეთესი გავხდეთ კიდე და უფრო მეტი პოზიტივი გაიზარდოს თუ ხა სულწმინდა და შეუცდომელი და პოზიტივში ვინ არის? ხო, არის ეს ნეგატიური თანმდები პროცესები. და ამიტომ როდესაც ადამიანი აკეთებს უკვე ამ გზებს ტკეპნის, ასე ვთქვათ, უკვე და შედის ამ პროცესში ქრისტეში თვითშემეცნებისა, ამ დროს უკვე მას პასუხები მოსდის. ეს პასუხები როგორ მოდის? საიდან მოდის ვიცით ჩვენ ეს? და თვითონ ხდება ადამიანი, საიდან მოდის ეს? ანუ ზეციდან მოდის ეს? უფალი აძლევს. ამა თუ იმ ფორმით, არ ვიცი, ყველას ისეთი მოულოდნელი პასუხები მოდის ხოლმე ზოგჯერ, აი ესეთ კითხვაზე, რომელზეც საერთოდ შეიძლება არც გეგონა რომ პასუხს მიიღებდი. და არც გეგონა რომ ეს კითხვა საერთოდ შესმენილი იქნებოდა, კითხვა ლოცვა კითხვა. რაღაცა ის რომ ლოცვობს ადამიანი, ხო? იმ ლოცვის დროსაც კითხვას უსვამს უფალს. ხო, ლოცვისგან შედგება. უფალს ვთქვათ, მიმართავ მე ვთქვათ, ჯერ ადიდებ უფალს, შეიძლება მე მიმართავ, მე მადლობას ეუბნები, ან მადლობ უფალს, ეუბნები შესაქმნას, მე ადიდებ. თავარი რიცხვის 3, ეს რიცხვის 3 მისტიკურად ძევს ლოცვაში. გააჩნია როგორი ტიპის ლოცვები არის, ზიარების წინ, ზიარების შემდეგ, დილის, საღამოს, სადაცნაირ, მაგრამ ყველა ლოცვაში მაინც ის თხოვნა იგულისხმება, პასუხი იგულისხმება იმ შენ თხოვნაზე, რაც შენ არ შეგიძლია, რაც შენ არ შეგიძლია რომ პასუხი გასცე. იმ პასუხის ღვთისაგან მოცემის შანსი სთხოვნა, შანსის იმედი, სასოება, იმედი უფრო მაღალია, სასოება უფრო მაღალი დონეა, იმედის ნახტობილი იმედია. ის იგულისხმება. იგულისხმება ის, რაც შენ არ შეგიძლია, ის შეგაძლებინოს იმ ლოცვის შემდეგ უფალმა, ხო? როდესაც მოვა ამის დრო და ჟამი. ამიტომ მოწყალია უფალი, მოწყალია, ძალიან მოწყალია, ამიტომ ჩვენი, ვთქვათ, გამომდინარე ჩვენი ცხოვრებიდან რამდენჯერ ვწმუნდებით ამაში, რომ უფალი მოწყალია, ზემ მოწყალია. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია როგორ უყარვართ მას. აი როგორი მოწყალია მისი ჩვენი ცხოვრების მძიმე გზა, რომელიც მთაზე ასვლას ემსგავსება, მთაზე, ღვთაებრივ მწვერვალზე ასვლას, სადაც უამრავი საფრთხეც არის, უამრავი დაცემაც, მუხლების გადატყავებაც არის, უამრავი, ასე ვთქვათ, ზეახსვლა, რომელთაც რომელსაც ავდივართ ჩვენ და ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს მწვერვალისკენ. მწვერვალი ერთია, მაგრამ ჩვენი ცხოვრების მწვერვალი, მაგრამ ამ ღვთაებრივ მწვერვალზე, ღვთაებრივი მიზნისაკენ ასვლისას ყველა ადამიანს თავისი ბილიკი აქვს. იმ ბილიკზე უამრავი ხილული თუ ხილავი საფრთხე, ბრძოლა, განსასწრელი ვიწროა ეს გზა და ამიტომ არის. და ბუნებრივია, ესეც იქნება. თუ არ გაიარა ადამიანმა ვარდიოებისთვის მოუკრეფია, დაიჩხაფნა, თუ არ დაიკაცრა, თუ არ განიკურნა, თუ არ მადლობა არ თქვა, თუ მან ვერ შეიძნო სიმწარე დაცემისა, ძალით კი უნდა დაესწროს, სადაც ბერწოდას ვიდა, ძალით არა, ნებით უნებლიეთ, აზრის სიტყვით საქმით, ხო? ღვთის წინააღმდეგ, მოყვასის წინააღმდეგ, რაღაც რიცხვის 3 არის. და საკუთარი თავის წინააღმდეგ. ხო, იქ აღსარებებში წერია, რომელია ღვთის წინააღმდეგ, რომელია, ასე ვთქვათ, მოყვასის წინააღმდეგ და რომელი არის საკუთარი თავის. აზრით, სიტყვით, მენტალური, ემოციონალური და სხეულებრივი ცოდნა. თუ ხილავ ბრძოლები და ასე შემდეგ. მაგრამ მივდივართ რა ამ ჩვენს, ვთქვათ, ცხოვრების გზაზე, ჯვარცმობის მთაზე. ავდივართ ჩვენს ყველას თავისი გოლგოთა აქვს, ჯვარცმა და ამაღლება. აღდგომა და ამაღლება ყველას ადამიანს. და სადაც აი ამ მთაზე, სადაც მთელი ჩვენი ცხოვრების კითხვები მიისწრაფის და მწვერვალზე იყრის თავს თითქოს. ყველა ცხოვრების ფუნდამენტალური კითხვები, რომლებსაც ჩვენ ამ ასვლისას პასუხი გვეძლევა, რაც უფრო მაღლა ავდივართ ამ ცხოვრების მთაზე, მით უფრო პეიზაჟი და სივრცე და მასშტაბი, ჰორიზონტი უფრო და უფრო დიდდება, ფართოვდება და უფრო კარგად ჩანს ზევიდან ჩვენი ის და ლოკაცია. სად ვიმყოფებოდით, სად ვიყავით ადრე, ეხლა სად ვართ, უფრო და უფრო მავდივართ მაღლა, მით უფრო და უფრო მეტად ცელი ხდება და ზეცამის სწრაფებისას უფრო
მაღალი პოზიციიდან უფრო ნათელი ხდება ჩვენი ადგილი, ლოკაცია და მთელი გეოგრაფია, ასე ვთქვათ, ჩანს. გახსოვთ დიდ მაღალმთიან მწვერვალებს, ვინც ადის მაღალ მთაში, ვისაც უნახავ მწვერვალიდან ამხელა, პეიზაჟი წარმოიშვება, ამხელა თვალთახედვა, როგორ ჩანს ხელის გულით ყველაფერი. ღრუბლებზე მაღლაც კი ადის ზოგჯერ, ხო, ადამიანებს ღრუბლებზე მაღლა. ღრუბლებიც კი ქვევით არის ხოლმე, ხო, ინახეთ ფოტოებს ყველაფერი, ახალ სერაფის არ ვეძახით. ჩვენს ქვეყანაში, მთავარ ქვეყანაში ეს დიდი, ვთქვათ, უცხო შედარება არ არის. ამიტომ ცხოვრების გზაზე ასვლისას, აი ამ ბილიკზე როდესაც მივდივართ, ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დისციპლინა გვმართებს, მობილიზება გვმართებს. მართვა, ლოცვა, იქნების დაცვა, სიფრთხილე, მოძღვართან რჩევის აღება, და, ძმა, რომელიც გვერდში გვიდგას, ხო, გვეხმარება. მარტო ჩვენი წინსვლა თვითმიზანი არ არის, ისევე ვთქვათ, ვინმეს რამე უჭირს, უნდა პერიფერიული, ასე ვთქვათ, ხედულობაც პერიფერიული ხედულობაც უნდა მოვიშველიოთ და პერიფერიული სმენაც. იქნება ადამიანს რაღაცა უჭირს, ვინმეს რამე აწუხებს, მარტო ჩვენ ვიაროთ წინ და უკან არ მოვიხედოთ, გვერდზე არ გავიხედოთ, ეს ეგოიზმია. რა თქმა უნდა, ვისაც იქნება რამე ხელი შეშველება უნდა იქნებ, რაღაცა ჭირდება ადამიანს, რომ შეეწიო და შეეხიდო და თანაჯვარდპირთველობა განახორციელო. და ამით შენს თავს შველი. ის კი არა ადამიანს უჭირს და ხელს გიშვეს და ისაქნა, ხელი უბიძგო. რა თქმა უნდა, არა და ხელი კრა. ნუ იქნება ეს. სულხის შედარება, მაგრამ ესე უბრალოდ თავარი აქ რა არის, რომ ჩვენ დიდი ცოდნა გვმართებს. ეს ხოლმე ამას ვიცახი, დიდი ცოდნა რისი? წმინდა წერილის ცოდნა, წმინდა გარდამოცემის ცოდნა. ამის იგნორი უგულებელს ყოფა არ შეიძლება. ეხლა როგორც შესავალის საუბარი, მინდა თქვენ რომ აბსოლუტურად ყველაზე საშინელი არის უმეცრების სიბნელე. სიბნელე უმეცრებისა. არცოდნა არც არის, არცოდნა ძალიან დიდი ცოდნა, ეს ადრეს გამირჩევი ეს თემა და ეხლა აღარ მოყვები ამის გარჩევას. უბრალოდ ცოდვა არის ეს უმეცრება და უმეცრების სიბნელე, მაგრამ ადამიანი თუ მოინდომებს ამ უმეცრების სიბნელეს ერთბაშად გაფანტავს ქრისტეს ნათელი. ქრისტე ნათელი ჭეშმარიტი გახსოვთ ეს ლოცვა. რომელი განანათლებდა წმინდა ყოველსა კაცო მომავალსა სოფლად და ასე შემდეგ ეს დიდი ლოცვა. კაი ლოცვა სხვა შორის ზეპირაციის ადამიანს ძალიან კარგი ლოცვა ეს. როგორც ნათელი, ქრისტე როგორც ნათელი, არა როგორც ელექტრომაგნიტური მოვლენა, ხო, ნუ იქნება ესე, რა. არამედ ისის ღვთისმილება, მაგრამ ელექტრომაგნიტურზე ურთიერთქმედებანი, მაგრამ ეს ვთქვათ, უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ეს ის ნათელია, ტრანსცენდენტული ნათელი, მეტაფიზიკური ნათელი. ზებუნებრივი ნათელი, ზეგზნობადი ნათელი და ასე შემდეგ. თაბორის ნათელი სწორედ ზახია. მადლით მოცემული ღვთაებრივი ენერგია, მადლი თვითონ რომელიც განაღმრთობს ადამიანს. ეს ის ნათელია, რომელიც ქრისტესგან გამოდის, რომელსაც სფერიცვალების დროს გახსოვთ თქვენ, რომელიც დაინახეს და თვალი ვერ გაუსწორეს. ამიტომ ეს ღვთაებრივი ენერგია ხელთუქმნელი ღვთის არსიდან გამომავალი ენერგიებია. რომელსაც მათსაც უწოდებ, თაბორის ნათელსაც უწოდებ და ასე შემდეგ. ეს ენერგიები გრიგოლ პალამას უნდა რომელს ხსენებას ახლა ხანი მახვაში, ხმილი მახვაში. ძალიან კარგად ახსენს ამ ნათელის მოქმედებას ადამიანს. სვიმონ ახალ ღვთისმეტყველი ახსენს ნათელი როგორ უახლოვდება მას, ღვთისმერთან მიახლოების განცდა როგორია. ასევე ახსენს იმ ტანჯოს, თუნდაც ეს ნათელი მეტაფიზიკურად და ვიცი პედაგოგიურად ალბათ დავარქმევდი ესე მისტაგოგიურად ცილდება, დისტანცირდება მას, ასე ვთქვათ. დასჯის სახით კი როგორც მისტიკური, ესე ვთქვათ, განცდის სახით, რომელიც მან როგორც დისტანცირების სახით, როგორც პედაგოგიკა ღვთაებრივი აღიქვას არის მის ნაშრომებში ეს შესანიშნავი. ამიტომ არის სვიმონ ახალი ღვთისმეტყველად წოდებული. რამდენიმე ღვთისმეტყველი, ივანე ღვთისმეტყველი, სვიმონ გრიგოლ ღვთისმეტყველი და სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი. აი ესე ამიტომ მოკლედ ეს სიბნელე უცოდინარობისა იფანტება, როდესაც ადამიანი წაიკითხავს სახარებას. წავიკითხავს სახარებას და უეცრად, ასე ვთქვათ, ნელ და თანდათან უეცრად ეხლა ეს რაღაც ისეთი მაგიური ქმედება კი არ აქვს, არამედ თანდათანობით ჩვენს გზნობთ, როგორ ეს ტრანსცენდენტული ნათელი როგორ ხდება იმანენტური, როგორ შემოდის და როგორ ხდება შესისხორცება ადამიანის სულით სამშვილდისა და სხეულის მიერ ამ ნათელის. შესისხორცება, როგორც რაღაც ისეთი ენერგიისა, რომელიცაც თეოზის მომტანი ენერგია, თეოზის ანუ განაღმრთობს, რომელიც ადამიანს განაღმრთობს, გარდაქმნის.
მეტამორფოზას უკეთებს მას. და აზიარებს იმ უზენაესი ჭეშმარიტებასთან მიყავს, აახლოებს ყოველ შემთხვევაში ერთბაშა თუ არა ნელ-ნელა აახლოებს. სულხვა შეგრძნებების, სახარების შემდეგ ადამიანის შეგრძნებები იცვლება. სახარება ცვლის ადამიანს, იმიტომ რომ სახარებაში ქრისტეა და ადამიანს რას უშვება, აი ვინც კარგად წაიგდებს სახარებას და შეიგრძნობს მას და თანაგანცდა ექნება. ესე კი არ წაიგითხებს, რომ ბიოგრაფია არ არის ქრისტეს, ხო? რაღაც ცხოვრება, ჩვეულებრივი რაღაც რაც ხატული ლიტერატურა, ან ისტორიული თემები. ეს არის მისტიკური, ღვთაებრივი გამოცხადება. ხომ, რაც ამას შეესისხორცებს, მას რას უშვება ეს ტექსტი, წმინდა ტექსტები ძნელია. უბრალოდ გავშელა მათ სხვადასხვა განმარტება, თუ ტექსტები უძლებს ჯულის სივრცეში განმარტება ისიც, ისე კი არა ერეტიკული განმარტება, ჯულის სივრცეში. და ეს გარდაქმნის ადამიანს. ყველა ადამიანს თავისებური. ვის როგორ გააჩნია. ამიტომ ადამიანური გაგებისათვის ეს ცოტათი რთული ხდება, თანდათან ნელ-ნელა იცვლება გაგების უნარჩვევა, ანუ შემეცნების უნარჩვევაც იცვლება, თანდათან პირველად ძნელია ეს. ძნელია, ბრძოლები ეწყება, ზოგჯერ აპროტესტებს ჩვენი სტაციონარული ბუნება, ზოგჯერ რაღაცა, ვთქვათ, გვიდა უფრო თითქოს უეცრად შეიცვალოს ყველაფერი, მაგრამ ესე არ არის, თან გროვდება მადლი, ესე უეცრად სად არის, ხო? აბიხო არ არის რაღაცა გადაყლაპოს, თანდათანობით ხდება აღქმა ამისი და თანდათანობით ადამიანი გარდაიქმნება. კითხვა, რა ხარ შენ, ვინ ხარ შენ? აი ზუსტად აერთიდან იწყება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ამის მერე უკვე სწორად და მართლა დასმული კითხვები უკვე სულ მუდამ თანდათანობით შრომით ლოცვით იმისათვის რომ ამ კითხვებზე პასუხი იქნას გაცემული გონებრივი, ემოციონალური, მენტალური, ანუ ემოციონალური ენერგია უნდა იქნას დახარჯული, ძალისხმევა მორალური უნდა იქნას დახარჯული. მორალური ძალისხმევა რა არის? ცნებების შესრულება, მარხვა, ლოცვა და ასე შემდეგ. ზიარება და ასე შემდეგ, რომ საიდუმლოებში მონაწილეობა. ჯერ როგორ თითქოს გარედან მოხვეული და გარდა რაღაცა ესეთი უცხო დისციპლინათ ეჩვენება რეჟიმებად ადამიანს. მე უკვე როგორც შესისხორცება ხდება ამ რიტმებისა და ამ რეჟიმების და ადამიანი უკვე როგორც სულიერ მოთხოვნილებად ექცევა მას და გაცნობიერებულ აუცილებლობად ექცევა, რაც შემდეგ თავისუფლების მაღალ ხარისხს აძლევს მას ასევე. ამიტომ მოდით კვლავ ვისურვებთ, რომ მზე სიმართლისა, რომელსაც მე ვისწრაფით ვიყურებს, ჩვენ კი როგორც აუმღრეველი ჭურჭელი, რომელსაც სულთა კანკალა წყალი ასხია და ზაგზაგებს და ყანყალებს და არ იბღრება, ესე დაუბრკოლებლად, გაუმბრუდებლად ვირეკლავდეთ მის სინათლეს და მის ნათელს და ვასხივებდეთ და ჩვენც ვთბებოდეთ უფლისხივებით. რადგან შემდეგ კიდევ და ამ კითხვებზე და კიდევ სხვა თემებზე იმედია თქვენთან ერთად მოთხოვნისგან მიხედვით ჩავწერთ ალბათ, გავაგზავნებთ რაშიც ყველას ჩემთვისაც და თქვენს წარმატებას გისურვებთ. იმედს გამოთქვა მომისე, რომ სტიმული გვექნება კვლავ მომავალი შეხვედრების. ამინ.